დანაშაულის განცდა და ყველა დედას აქვს, ვინც შვილს ტოვებს. თავს იმშვიდებს, რომ ამას თავისი შვილის მომავლისთვის აკეთებს, თუმცა ავიწყდება, რომ შვილებს სულ სხვა რამ სჭირდება ჩვენგან. და ეს ამოუცნობი წყენა მთელი ცხოვრება გასდევს მოზარდს. ყველა დედას უნდა თავის შვილთან ყოფნა, მაგრამ ხვდებით, რომ აქ ჩვენი ყოფნით, მუშაობით მათ უკეთეს მომავალს ვუქმნით. და ეს არჩევანი არასოდეს არის მარტივი. თეკლა სამსახურში მოვედი და ვეღარ დაგელაპარაკები საღამოს თავად კარგი თავად ემიგრანტის შვილი ვარ და ვიცი ეს რასაც ნიშნავს დედის წასვლა შვილისთვის. ისე წავიდა, ისე გავაცილე აეროპორტში, ხმა არ გამიცია. ვთილობდი, რომ ეს ჩემი ცრემლები არ დაენახა. არადა როგორ მინდოდა ჩავხვდებოდი. მე ვიცოდი, რომ ჩემს შვილებს გაუჭირდებოდა თუ ჩემოთ. ნამდვილად არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, შენი შვილი არასრულწლოვანია თუ სრულწლოვანი. ძალიან რთულია, როცა სხვის შვილზე, შვილებზე ზრუნავ და შენი შვილებისთვის დრო აღარ გრჩება. ასეთ დროს ძალიან განიცდი. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაგვანახა, მთავარი ძირითადი მახასიათებლები და ძირითადი სირთულეები, რომლებიც ახლავს თან მშობლის ემიგრაციას, საბოლოო ჯამში მოვახერხეთ, რომ გამოკვეთილიყო და ეს არის ემოციური სირთულეები, ბავშვთა უსაფრთხოების საკითხები, სოციალიზაციის საკითხები, საგანმანათლებლო მიღწევები. თავარი ჩვენი შვილის ემოციებია, მათი სულიერი მდგომარეობა. როგორ შევუმსუბუქებთ ჩვენ ყოფას, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ამას ჩვენ გარდა ვერავინ გააკეთებს. 5 წლის წინ თეკლამ წერილი მომწერა. დედიკო, ამ ბოლო დროს მხოლოდ მუშაობ და მუშაობ. ძალიან მინდა ცოტა ყურადღება რომ მომაქციო. ვიცი ყველაფერს ამას ჩვენთვის აკეთებ, მაგრამ ბავშვი ვარ და თავისთავად ყურადღება და სითბო მჭირდება. ამიტომ გთხოვ, თუ ამას წაიკითხავ, იმედი მაქვს მეტ ყურადღებას დამითბო. ქვეყანაში ერთხელ ცხოვრობ და გამოიყენე ეს. მნიშვნელოვანია გავუსწოროთ პრობლემებს თვალი და არ შეგვეშინდეს გამოწვევების. მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერა საკმაოდ კომპლექსური საკითხი არის. ეს არ არის ის სფერო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ბავშვთან მუშაობით მივიღოთ ეფექტური შედეგი. ბავშვთა პასუხისმგებლობა ნაწილდება მშობელსა და ზრუნვალ პირს შორის. ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც ძალიან ბუნდოვანი არის მათი როლები და პასუხისმგებლობები, რაც კიდევ უფრო სტრესულს ხდის ბავშვისთვის ამ მდგომარეობას. მშობელმა და მსრუნველმა დაინაწილონ დავალებები. ვის ევალება პირობითად? ბავშვის მეცადინეობა, ვის უნდა კითხოს ბავშვმა, როდესაც უნდა რომ მეგობართან დარჩეს და სხვა დეტალები, რომლებიც ყოველდღიურად იჩენს თავს, თითქოს უმნიშვნელო, თუმცა რეალურად განსაზღვრავს, თუ რამდენ სტაბილური არის ბავშვისთვის გარემო. ბავშვი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ოჯახმა, რა გადაწყვეტილება მიიღო მშობელმა, მას უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ ემოციურად მოემზადოს მშობელთან განშორებისთვის. რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ შევპირდი დაგირეკავ მეთქი და ვეღარ მოვახერხე. როცა მოვიცალე, მას უკვე ეძინა. ასეთ დროს ძალიან განვიცდი, მგონია რომ ეწყინა, იდარდა. დანაშაულის განცდა სულთან დამყვება, ხშირად ამის გამო იმაზე მეც ვუკეთებ შვილებს, ვიდრე საჭიროა და სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომებს.
ამ პრობლემას ვაწყდებოდი საქართველოში, როდესაც სკოლის დირექტორი ვიყავი და იგივე პრობლემა ახლა სწორედ ჩემ წინაშე. გამგზავრებამდე თქვენ შვილთან ერთად შეარჩიეთ მათი მეურვე, რომელიც იქნება წარმომადგენელი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მიდით მეურვესთან და მშობელთან ერთად ვიზიტზე სკოლაში, შეხვდით კლასის დამრიგებელს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს, მანდატურს. დაუტოვეთ მათ თქვენი კომუნიკაციის საშუალებები და რაც მთავარია, მათგან პრობლემურ საკითხთან უფრო მეტად მიიღეთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ინფორმაცია თქვენი შვილის აქტივობისა და ყოველდღიურობის შესახებ. მშობელი გტოვებს მიდის და შენ გაქვს უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ არ უტყდები საკუთარ თავს. თან არც გინდა რომ ეს ტკივილი დედას თუ მამას აჩვენო, იმიტომ რომ შენ იცი რომ ის ძალიან რთულ გზას გადის და მალავ ამას. თან დედას უფრთხილდები, თან საკუთარ თავსით ცოტა არ ტყდები და წლების შემდეგ გადავლახე. 12 წლის ვიყავი, დედა რო წავიდა, სკოლაში ვიყავი და მახსოვს სიბრალური, მიხვდით, ანუ ცუდი სიტყვა, მაგრამ შეცოდება მახსოვს. აი ეგ გრძნობა მოდიოდა პირდაპირ ნეტაკებოდა და ამიტომ შევწყვიტე საუბარი არ მინდოდა და შევიფუთე თითქოს ყველაფერი იყო იდეალურად. და ეგ იდეალურობა დღემდე გამოვყვა. გავაცნობიერე უფრო სტუდენტი რო ვიყავი, რომ ეს მარტო ჩემი ცხოვრების ტკივილი არ იყო. ბევრი ვიყავი, თუ ჩემი მეგობარი აქვს, ჩემი კურსელი, ჩემი კლასელი, ჩემი მეზობელი და აღმოჩნდა, რომ ეს არის უზარმაზარი, დიდი რაღაც არეალი, სადაც ემიგრანტის შვილები ცხოვრობთ. ეხლა სასაკის ბავშვების ხედან ჩემს წინ რა ასაკშიც მე არ მყავდა იმ მომენტში დედა და იქ იმ თვალით ვუყურებ, რომ მე რა დღეშიც ვიყავი, სადღაც იქ იხარშებიან ეს ბავშვებიც. წიგნებს ვუყურებ, რომ სიტყვა იმიგრანტი თუ წიგნში წერია, შეიძლება ამოყირავდეს ყველაფერი. შეიძლება ვერ გავძლოთ იმ გაკვეთილზე. შეიძლება ჩაიშალოს ეს გაკვეთილი, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურები ვართ. მართლა განსხვავებული თაობა ვართ ის ადამიანები, ვინც ემიგრანტის შვილები ვართ. ხიდი რაც მშობლებს და შვილებს შორის არსებობს, ეს ხიდი არ ბყდება, მე არ მჯერა ამის, არ ვიცი, ნუ ჩემი მაგალითიდან, მაგრამ ვიწროვდება. ბაღი პირველი სოციუმია ბავშვისთვის და ყველაზე მთავარი ადგილი არის ოჯახის შემდეგ, სადაც მისცემენ ბავშვებს საშუალებას, რომ გამოავლინონ ის მოწყენილობაც, სევდაც ისაუბრონ თავიანთ ემოციებზე. ყველა აღმოსდელი სად უნდა იყოს. გავადვილონ ადაპტაციის პერიოდი, რომელსაც მშობლებთან განშორების შემდეგ რთულად გადიან. ყველაზე კარგია ბავშვს რომ ეუბნები, რომ კი არ ინერვიულო, დედა ჩემიც ემიგრანტია. კი, რაც ეხლა შენ თქვი, ზუსტად ეგ გამივლე, ეგ ყველაზე კარგი რამეა და ამით ვიპოვე მე გადაჭრის გზები, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს პრობლემა გადაჭრილია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვისთვის დღეს საქართველოში ხელმოუწვდომელია კვალიფიციური ფსიქოლოგიური სერვისები, არ გვაქვს პოლიტიკა, არ ჩანან, ანუ უხილავები არიან მიგრანტი მშობლების შვილები და მეორე მხარე არის ის, რომ ჩვენი პროფესიონალები, როგორც არის იგივე საბავშვო ბაღი, სკოლა, საგანმანათლებლო სხვა დაწესებულებები, ისინი არ არიან მზად იმისთვის, რომ შესაბამისი კვალიფიციური მხარდაჭერა აღმოუჩინონ მიგრანტი მშობლების შვილებს. ბუნებრივია, მათ ეს ცოდნა ასე თავისთავად ვერ ექნება და ჭირდებათ ამ კვალიფიკაციის ამაღლება და ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანიც არის სწორედ მათი მხარდაჭერა და მათი კომპეტენციების გაძლიერება და რა თქმა უნდა, სტატისტიკის არსებობა, რომელიც ცალსახად ხილვაც გახდეს ამ ბავშვების საჭიროებებს. დედასა და შვილს შორის წლები რომ ჩადგება და სიშორე გარდაუვალია გაუცხოება არ მოხდეს. დედიკო, იცი როგორ მენატრები, როგორ მეყვარხარ. გიგზავნი ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბანის. ვიცი ისევე შეიყვარებ როგორც მე.
შენი თეკვა. თუ მე ის მოვახერხე, რომ ონლაინ შევძელი მე თეკლასთან ემოციური კავშირის შენარჩუნება, მაშინ ვიტყვი, რომ მე დროსა და მანძილზე გავიმარჯვე. ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ამ შემთხვევაში არის მათი მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება, ცოდნის მიცემა, თუნდაც იგივე მშობლობის კომპეტენციების მიცემა, რომელიც ძალიან ბევრ საკითხში გაუადვილებს როგორც აღმზრდელსაც, ასევე ბავშვსაც თავად აი ამ კომუნიკაციის არსებობას. ხშირად დაუსვამთ კითხვას, რომ აი რო ჩამოვიდა დედა, რატო არ რჩება? მაგრამ აქ რა ხდება ამაშია საქმე? აქ მარტო მე ხო არა ვარ. საკუთარი თავი ყავს დედას, ინდივიდი, რაც მე დავკარგე, მანაც დაკარგა. და მე აქ შევივსე რაღაცეებით, ხო, მოძებნე. აქ ჩემ სამშობლოში ვარ. აქ ეს სალამის თქმა არ დამიკარგავს. და ემიგრანტმა ქალებმა ყველაფერი დაკარგეს. დედა ამბობს ხოლმე ხშირად, რომ ციხეა, ეს არის ციხე, სადაც კარი ღია, მაგრამ ვერ გადიხარ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ისინი ჩვენ გველოდებიან.